მერაბ ხალვაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი 2011 წლიდან, ასოცირებული პროფესორი. 1996 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1996-99 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 2001 წელს მიანიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი არქეოლოგიის მიმართულებით. 1996 წლიდან მუშაობა დაიწყო ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 1999-2003 წლებში მუშაობდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ხოლო 2004-2005 წლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 2005-2011 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. 2011-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და რეზიდენტურის განყოფილებას, ასევე ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტს. 2000 წლიდან კითხულობს ლექციებს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი. ამჟამად ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. იკვლევს ანტიკური ხანის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ისტორიისა და კულტურის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ გამოცემებში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, კონგრესებში, ექსპედიციებში. 2003-2006 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ქალბატონებო და ბატონებო, მერაბ ხალვაში. მოგესალმებით. დღევანდელი ლექციის თემა ჩვენი ვფიქრობ რომ საკმაოდ საინტერესოა. ეს არის თემის სათაური, ეს არის ისტორიის დასაწყისი, ანუ პერიოდი ქვიდან ლითონამდე. ეს თავის რო არის რა თქმა უნდა უზარმაზარი პერიოდი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში და ყველაზე საინტერესო. რადგან სწორედ აი ამ პერიოდში ქონდა ადგილი ყველა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც შემდგომ გახდა ადამიანის არსებობის საფუძველთა საფუძველი. ეს თან ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. თუ ჩვენ ავიღებთ საქართველოს მაგალითად, ეს პერიოდი იწყება დაახლოებით 2.5 მილიონი წლის წინ და გრძელდება სადღაც ველი წელთაღრიცხვის მე-4000 წლის შუახანებამდე. მაგრამ სოფლიო აი თქვა თუ იგივე აფრიკის აღმოჩენებს ჩვენ გავითვალისწინებთ, მაშინ ეს ისტორია დაახლოებით 3 მილიონი წლით შეიძლება დაიწყოს. აქ რატომ სვამ საკითხს ასე, რომ ეს ყველაზე საინტერესო პერიოდია. რა თქმა უნდა, იმიტომ ყველა ის აი ეკონომიკური და ტექნიკური ფაქტორები, რომელსაც ადგილი ჰქონდა საზოგადოების განვითარებაში. შემდგომ ხელოვნების წარმოშობა, კულტურული და სოციალური ფაქტორები, მე ხედველობაში მაქვს სწრაფვა სოციალური და ქონებრივი დიფერენციაციისაკენ. რაც თავარია მიმთვისებლური მეურნეობიდან წარმოებრივ მეურნეობაზე გადასვლა. ანუ ყველა ის ფაქტორები, რომელსაც შემდგომ დაეფუძნა ადამიანის და ზოგადად საზოგადოების განვითარება, სწორედ აღნიშნულ პერიოდში ხდება. სწორედ აღნიშნულ პერიოდში ჩაეყარა მას საფუძველი. ასევე მინდა თქვენ მიაქციოთ ყურადღება, რომ არქეოლოგიის როლი აი ამ პერიოდის შესწავლის თვალსაზრისით. ჩვენ ვიცით, შეიძლება ჩვენი ისტორია ზოგადად ორ ნაწილად დავყოთ, ეს არის უდამწერლობო ისტორია და ისტორია, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ წერილობითი წყაროების მიხედვით, ეგრეთ წოდებული პრეისტორია, წინარე ისტორია, რომლის შესწავლა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ არქეოლოგიური მონაცემების, ანუ ნივთიერი წყაროების მიხედვით შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ წერილობითი წყაროებით კონდეს აი ამ საფუძვლად, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლა სადღაც ველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეებიდან უნდა დავიწყოთ, როცა პირველად ჩნდება ჯერ უცხოური წერილობითი წყაროები, მიუხედველობაში მაქვს ასურული და ურარტული რუსნული წერილობითი წყაროები და შემდგომ გაცილებით გვიან ახალი წელთაღრიცხვის უკვე მე-4 საუკუნიდან ჩნდება ქართული წერილობითი წყაროები, მაგრამ
2.5 მილიონი წლის წინ დაიწყო ჩვენ აი იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს არის საქართველო, აი აქ ადამიანმა ცხოვრება 2.5 მილიონი წლის წინ დაიწყო. ამიტომ ამ უზარმაზარ პერიოდს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ნივთიერი წერილობითი წყაროების მიხედვით ვსწავლობთ. ამიტომ არქეოლოგიის როლი ამ თვალსაზრისით მართლაც განუსაზღვრელია. ეხლა ქვის ხანაში, რა თქმა უნდა, ქვის ხანა თავისუფლად რამდენიმე ეტაპად იყოფა, ვიცით ეს თქვენ ალბათ, ეს არის ძველი ქვის ხანა, პალეოლითი, რომელიც თავისუფლად ქვეპერიოდებად იყოფა, შუა ქვის ხანა მეზოლითი და ახალი ქვის ხანა ნეოლითი. და შემდეგ უკვე ფინალური ეპოქა, ეს არის ენეოლითი, როცა დააკვირდით ტერმინიდან, ანუ როცა უკვე ქვასთან ერთად უკვე ხმარებაში შემოდის ლითონი, რომელიც პირველ ეტაპზე, აი ენეოლითის პირველ ეტაპზე დომინანტის დროს კვლავ ქვა ინარჩუნებს, მაგრამ უკვე სადღაც ძველი წელთაღრიცხვის მე-5000 წლისათვის მას მთლიანად უკვე ენაცვლება სპილენძი. ამიტომ აღნიშნულ ეპოქას სწორედ სპილენძ ქვის ხანა ეწოდება. ამ პერიოდთაგან ყველაზე უფრო ხანგრძლივი მაინც ეს არის პალეოლითი, რომელიც დაიწყო ძველი წელთაღრიცხვის, აი უпростоრად 2.5 მილიონი წლის წინ და გაგრძელდა ძველი წელთაღრიცხვის მე-12000 წლებამდე. ეხლა უნიშნელოვანესი საკითხი აღნიშნული პერიოდის არის მაინც მე ვფიქრობ არის მაინც ალბათ ანთროპოგენეზი, ანუ ადამიანის წარმოშობის პრობლემა. აი ამ მიმართულებით კვლევის დღევანდელ ეტაპზე უკვე ჩამოყალიბებული სამეცნიერო ვერსიები არსებობს. თუმცა შეხედულება ორი ძირითადი შეხედულება, ერთი თეოლოგიური შეხედულება და მეორე მეცნიერული შეხედულება, რომელიც ეფუძნება ჩარლზ დარვინის თეორიას. ჩარლზ დარვინის თეორიას, რომლის მიხედვითაც ადამიანის განვითარება ხდებოდა ევოლუციური გზით მარტივიდან რთულისაკენ. ეხლა თქვენ გაიგებთ ალბათ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებას ადამიანის მაიმუნიდან წარმოშობასთან მიმართებით. ეს არის აბსოლუტურად არასწორი შეხედულება. არც მეცნიერება ამას არ აღიქვამს. მე გეტყვით რა ხდებოდა. ესე დაახლოებით 20 მილიონი წლის წინ, ანუ ევოლუციის გზა მარტივიდან რთულისაკენ მიმავალი ევოლუციის გზაზე 20 მილიონი წლის წინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ანუ ეს ევოლუციის გზა, მოით პირობითად ასე ვუწოდოთ, გაიყო ორ შტოდ. ერთი საფუძვლად დაედო მაღალ ორგანიზებულ მაიმუნს, ხოლო მეორე საფუძვლად დაედო სწორედ თანამედროვე ადამიანის წინაპრებს და უძველესი წინაპარი თანამედროვე ადამიანისა იყო სწორედ რამაფითეკი, რომელიც დაახლოებით 28 მილიონი წლების აი ამ პერიოდში ცხოვრობდა. ეხლა რა გააკეთა რამაფითეკმა? აი მისი ძირითადი ღირსება იყო ის, რომ იგი ჩამოვიდა ხიდან და მიწაზე დაიწყო ცხოვრება. ეხლა დააკვირდით, რამდენიმე მილიონი წელი დაჭირდა აი ამას, რომ აი ამ ევოლუციის აი ამ გზაზე მომხდარიყო ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, ანუ ხიდან მიწაზე ჩამოსვლა. შემდგომი პერიოდი 8 მილიონი წლიდან 5 მილიონ წლამდე არის ერთგვარი ვაკუუმი აი ამ საზოგადოების უძველეს პერიოდში. კონკრეტულად ჩვენ არ ვიცით თუ რა სახეობა ცხოვრობდა. შეიძლება ეს განპირობებულია იმით, რომ ამ მიმართულებით კვლევამ შედეგი ჯერჯერობით ვერ გამოიღო და ხვალ შეიძლება ჩვენ ამის აღმოჩენის მომსწრენიც გავხდეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს ჩვენ არ ვიცით 8-დან 5 მილიონამდე რა სახეობა ცხოვრობდა. მაგრამ სამაგიეროდ ვიცით 5-დან 3 მილიონამ პერიოდში. ეს იყო ავსტრალოპითეკი, რომლის ძირითადი დამსახურებაც იყო ის, რომ მან დაიწყო ამართული სიარული. ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი საზოგადოების განვითარების, ძველი საზოგადოების განვითარების ისტორიაში, რადგან ავსტრალოპითეკს უკვე ამართულად მოსიარული ავსტრალოპითეკს უკვე გაწინა კიდურები გაუთავისუფლდა შრომითი საქმიანობისათვის. ანუ მას შესაძლებლობა მიეცა, რომ გამოეყენებია სწორედ იარაღი. და არ დააყონა კიდეც და ჩვენ უკვე ძველი წელთა აი 3 მილიონი წლის უпростоრად 2.5 მილიონი წლის წინ ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს ზინჯანთროპელი ადამიანი, ანუ აფრიკაში აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნამარხი ნაშთები, რომელიც შრომის იარაღებთან ერთად არის აღმოჩენილი. ეს მე არ გადავაჭერბებ და ვიტყვი, რომ ეს იყო სენსაციური აღმოჩენა, რომელიც მე-20 საუკუნის
20-იან წლებში, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გააკეთა ცნობილმა არქეოლოგებმა, ცოლ-ქმარმა, ლიკებმა, კერძოდ აფრიკაში, ტანზანიასა და კენიაში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის ნამარხი ნაშთები შრომის იარაღებთან ერთად, რამაც დაადასტურა, რომ ადგილი უკვე 2.5 მილიონი წლის წინ ადგილი ჰქონდა უკვე ეგრეთ წოდებულ ნოსოსფეროს, ანუ ცხოველთა სამყაროდან გამოყოფის პროცესს. ადამიანი, ანუ განსხვავებით უკვე აი ცხოველის რო შეუძლებელია რომ ცხოველმა რაც არ უნდა ჩვენ კარგად გავწნათ ცხოველი, მაგალითად ძაღლი, ის ბუნებრივია ვერ იქნება მომხმარებელი სწორედ იარაღის, ხო? ამიტომ ჩვენ ნახეთ უკვე ცხოველსაგან განსხვავებულ სახეობასთან გვაქვს ჩვენ საქმე, ანუ იმ სახეობასთან, რომელსაც შეუძლია იარაღის გამოყენება, მაგრამ მეაქცენტ ყურადღება არა დამზადება, არამედ მზა პროდუქტის სახით იარაღის გამოყენება. ეხლა ეს მე როგორც ვთქვი, 2.5 მილიონი წლით თარიღდება, მაგრამ თქვენ იცით და ხდებოდა ეს ყველაფერი აფრიკაში. მაგრამ თქვენ იცით დღეს რომ სოფლიოს ყველა კონტინენტი არის ათვისებული, მას რა ხდება? აფრიკის შემდგომ როგორ ხდება განსახლება სოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიებზე და რა პროცესები, როგორი პროცესები მიმდინარეობდა. ამასთან დაკავშირებით მეცნიერებაში ორი ძირითადი ვერსია არსებობს. ერთი ვერსია ეფუძნება იმას, რომ ადამიანის წარმოშობის ადგილი ეს არის აფრიკა და რეალურია, რა თქმა უნდა, და სწორედ აფრიკიდან მოხდა განსახლება ადამიანებისა სოფლიოს სხვა ტერიტორიებზეც. ამიტომ ფაქტიურად სოფლიოში მცხოვრები აი საზოგადოების ყველა ამ ხალხების რომლის დღეს ცხოვრობენ, მათ ყავთ საერთო წინაპარი, ასე წყალებში თუ ჩავსვათ, ეს არის სწორედ აფრიკელი ადამიანი. ანუ მიგრაცია ხდება სწორედ აფრიკიდან. მაგრამ მეორე ვერსია არსებობს ასევე, რომ ადამიანის წარმოშობა, მართალია წარმოშობის ადგილად შეიძლება ჩვენ უძველეს ადგილად კვლევის დღევანდელ ეტაპზე ჩვენ მივიჩნიოთ აფრიკა, მაგრამ სხვადასხვა აღმოჩენები აჩვენებს, რომ ადამიანის განსახლება, ადამიანის წარმოშობა უფრო სწორად, ანთროპოგენეზის საკითხი დროსა და სივრცეში ხდებოდა ერთდროულად. ესე იგი, ადამიანის წარმოშობის ადგილად, ანუ გენეზისის ადგილად ჩვენ მხოლოდ აფრიკა კი არა, არამედ შეიძლება კონტინენტის სხვა ნაწილებიც ჩავთვალოთ. მე ვფიქრობ, ორივე ძალიან საინტერესო ვერსიაა და ბუნებრივია, ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება. მაგრამ მოდით ჩვენ თუ მივყვებით ახლა სწორედ პირველ ვერსიას, რომ ადამიანი აფრიკაში წარმოიშვა და სწორედ აფრიკიდან მიგრაციის შედეგია სწორედ სხვა ტერიტორიებზე და კონტინენტებზე ადამიანის დასახლება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომელია ძველი აფრიკის შემდეგ. მე-20 საუკუნის მე-20 საუკუნის უკანასკნელ წლებამდე და 21 საუკუნის დასაწყისამდე მიჩნეული იყო ასეთ ადგილებად, ეს იყო ევროპა და აზია, მეხედველობაში მაქვს პითეკანტროპი, კუნძული ავაზი აღმოჩენილი, სინანთროპი, ჩინელი ადამიანი, ნეანდერტალერი ადამიანი, ეგრეთ წოდებული ასევე ჰაიდელბერგელი ადამიანის სახელით ცნობილი, რომელთა თარიღი ზოგად ქრონოლოგიურ ამპლიტუდაში მოგთავაზებთ მე თქვენ განისაზღვრება 1.200.000 წლებით. მაგრამ მე-20 საუკუნის ბოლოს ასევე არანაკლებ სენსაციური აღმოჩენის მომსწრენი გავხდით. კერძოდ მიმხედველობაში მაქვს დმანისის აღმოჩენები. დმანისი ეს არის კლასიკური შუა საუკუნეების ნაქალაქარი აღმოსავლეთ საქართველოში და აქ წლების მანძილზე მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ შუა საუკუნეების კულტურული ფენების შესწავლის თვალსაზრისით და აბსოლუტურად მოულოდნელად აი შუა საუკუნეების ეგრეთ წოდებული სანაგვი ორმოების გასუფთავების დროს არქეოლოგებმა მიაკლიეს ძალიან საინტერესო ოსტეოლოგიურ მასალას და თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, სხვადასხვა ქართველი მეცნიერების მიერ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს არის უძველესი ადამიანის ნამარხი ნაშთები. და მართლაც შემდგომმა კვლევამ სახეზე დადო სწორედ აი ეს შედეგი, რომ ჩვენ საქმე გვაქვს უძველეს ადამიანის ნაშთებთან, რომელთა თარიღი განისაზღვრა 1.800.000.700.000 წლის
წლით. ეხლა დააკვირდით, ესე იგი ჩვენ თქვით ვახსენეთ პითეკანტროპი, ვახსენეთ სინანტროპი, ნეანდერტალელი ადამიანი და თქვით ქრონოლოგიური ჩარჩოები რა პერიოდში ეს სახეობები ცხოვრობდნენ, არა, მაგრამ 1.200.000 წელი, ზედაზღვარი ეს არის 1.200.000 წელი. აფრიკელი ადამიანი 2.5 მილიონი წელი, არა, აი სწორედ აი ამ 1.200.000 და 2.5 მილიონ პერიოდ შორის არის სწორედ დმანისელი ადამიანი 1.800.000 1.700.000 წელი, რაც მიანიშნებს იმას, რომ დმანისელი ადამიანი არის ყველაზე უფრო ძველი აფრიკაში აღმოჩენილი ადამიანის, ანუ ზინჯანთროპელების შემდგომ დმანისელი ადამიანი ყველაზე უფრო ძველია კვლევის თანამედროვე პერიოდისათვის. და რაც საინტერესო არის, იგი სწორედ ყველაზე უფრო დიდ სიახლოვეს იჩენს აფრიკაში აღმოჩენილ ეგრეთ წოდებულ Homo ergastes-თან, Homo erectus-თან და შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ აფრიკიდან ეგრეთ წოდებული ლევანტური დერეფნის გავლით შემოაღწია პირველყოფილმა ადამიანის წინაპრებმა შემოაღწია სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად იქ, სადაც დღეს დმანისია. ეხლა მორფოლოგიური თვალსაზრისით, აი აღმოჩენილი მასალის სიუხვის მიხედვით და მორფოლოგიური თვალსაზრისით, აი ფიქრობენ მეცნიერები და არა მარტო სხვათაშორის ქართველი მეცნიერები და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ დავით ლორთქიფანიძეს, რომელიც ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობს პარალელურად, მან მნიშვნელოვანი სამუშაო და კვლევები ჩაატარა ამ მიმართულებით, მაგრამ არა მარტო ქართველი მეცნიერების, არამედ უცხოელი მეცნიერებიც ფიქრობენ, რომ მორფოლოგიური თვალსაზრისით ეს ტიპი, რომელიც აღმოჩენილი არის დმანისში, მორფოლოგიურად რაღაც თავისებურებებით ხასიათდება და იგი განსხვავდება აფრიკისაგან. მეტნაკლები რაღაც თავისებურებები შეინიშნება. ამიტომ არის ვარაუდი, რომ ხომ არ გამოიყოს ცალკე სახეობა Homo georgicus-ი. ესე იგი, რა სპეციფიკა აქვს კავკასიას და განსაკუთრებით საქართველოს? ესე იგი, უძველესი პერიოდიდან იგი არის განსახლების არეალში მოქცეული. ესე იგი, ადამიანის კვალი 2.5 მილიონი წლის, უკაცრავად 1.800.000 წლის წინ შეინიშნება და იგი უწყვეტად გრძელდება მთელი ქვისა და სპილენძის ხანაში. ამიტომ არის რომ ჩვენთან ასე დიდი რაოდენობით აღმოჩენილი როგორც პალეოლითური, ასევე მეზოლითური, ასევე ნეოლითური და შემდგომი პერიოდის კულტურული ფენები და საცხოვრისები, პირველყოფილი ადამიანის საცხოვრისები. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ პალეოლითს, მე გითხარით რომ დასაწყისშივე ჩვენ თქვით რომ პალეოლითი ეს არის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, ანუ ძველი ქვის ხანა. აი ტერმინიდან ფაქტურად ეს სახელწოდებები მიღებული არის შრომის იარაღების გამომდინარე, ხო? აი ქვის ხანა ეწოდება იმიტომ, რომ ძირითადი იარაღები მზადდებოდა სწორედ ქვისაგან. ეს სწორედ ამას ეყრდნობა ამ პერიოდის საზოგადოება წარმართველი, ეს არის ქვა და შესაბამისად სახელწოდება სწორედ აქედან მომდინარეობს. ქვის ხანის ადამიანი დაახლოებით აი კონკრეტულად პალეოლითელი ხანის ადამიანი დაახლოებით 60-მდე იარაღს იცნობს, მაგრამ აქ ერთი რამ არის საინტერესო, რომ სახეზე არის პირველადი, აი პალეოლითის ადრეულ საფეხურზე სახეზე არის ქვის ხანის პირველადი დამუშავება, ანუ ლევალუარული დამუშავება და არსებობს არალევალუალური ტექნიკა, ესე იგი გააზრებული და გაუაზრებელი. მე არალევალუარში გულისხმობ, აი მაგალითად ის შრომის იარაღები, რომელიც არის აღმოჩენილი მაგალითად ზინჯანთროპელი ადამიანის ნამარხ ნაშთებთან ერთად. შრომის იარაღები, რომელიც აღმოჩენილი არის დმანისელ ადამიანთან ერთად. მათ არ ეტყობათ დამუშავების კვალი. ანუ ადამიანმა ის როგორც მზა, ყოველგვარი გაუაზრებლად, ყოველგვარი დამუშავების გარეშე გამოიყენა. იმიტომ რომ ჯერ წარმოიდგინეთ ჩვენ ვართ წინა აშელურ პერიოდში, პალეოლითის ადრეულ საფეხურზე და რა თქმა უნდა ყოველგვარ ტექნიკურ მიღწევებზე საუბარი, რა თქმა უნდა, საკმაოდ ადრეა. ამისათვის ადამიანს ჯერ კიდევ ათასობით წლები დაჭირდა, რომ მოეხტინა გარკვეული ინდუსტრია
ქვის ტექნოლოგიების გაუმჯობესების თვალსაზრისით. სიახლე პალეოლითში მეტნაკლებად ასევე იყო ისიც, რომ მართალია ქვას წამყვანი ადგილი უკავია, მაგრამ თანდათანობით მასთან შემოდის კაჟისაგან დამზადებული იარაღები და ოფსიდიანისაგან, ეგრეთ წოდებული ვულკანური მინისაგან დამზადებული იარაღები, რომელიც იყო მნიშვნელოვანი პროგრესი და რომელმაც ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, საზოგადოების განვითარებას. იმიტომ რომ უფრო აი ქვასთან შედარებით უფრო ადვილად დასამუშავებელი იყო და უფრო პრაქტიკულად, უფრო გამოსაყენებადი პირველყოფილი ადამიანისათვის. იმიტომ რომ აი დააკვირდით ახლა ქვა საკმაოდ მყარია, მისი დამუშავება რა თქმა უნდა ძალიან ძნელია და ძალიან რთულია მით უფრო წინა აშელურ პერიოდში ისეთ იარაღებს ქვის დამუშავების ბუნებრივია ვერანაირ ისეთ იარაღს არ ფლობს ყოფილი ადამიანი, რომ ქვა დაამუშავოს ისე, რომ მისთვის სასურველი ფორმა მისცეს, არა? მაგრამ ეს უფრო გაცილებით ადვილად გამოუვიდა მას ვულკანურ მინასთან, ოფსიდიანთან მიმართებით, რადგან ანატკეცების შედეგად წარმოქმნეს პატარა ლამელების, საფხეკები თუ სხვა საგნებს ძალიან წამახვილებული პირი ჰქონდა და იგი უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა სამეურნეო და ზოგადად საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის. ხა მეურნეობის ძირითადი ფორმები აღნიშნულ პერიოდში, პალეოლითში, ეს იყო ნადირობა და შემგროვებლობა. ეხლა დააკვირდით, პირველყოფილი ადამიანი აბსოლუტურად დამოკიდებული არის გარე სამყაროსთან. ის არის მიმთვისებელი. არა ის ესე ვთქვათ ხატოვნად რო ვთქვათ, გულზე ხელდაკრეფილი ელოდება, ვთქვათ, ბუნებას, რას უბოძებენ მას. მაგრამ რაიმე ვთქვათ, ძიმე კლიმატური პირობების შემთხვევაში, ან ანალოგიურ სიტუაციებში, იგი ფაქტიურად საკვების გარეშე რჩება და განწირულია. აი ამ და სხვა მძიმე პირობების გამო, აი ამ პირობების შედეგი იყო სწორედ ის, რომ პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების ასაკი, საშუალო ასაკი საკმაოდ დაბალი იყო. ეს გამომდინარეობდა სწორედ მისი მძიმე ცხოვრების წესიდან. პალეოლითის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ პირველყოფილი ადამიანი პირველად ეცნობა ცეცხლს. თუმცა მიაქციეთ ყურადღება, მან ჯერ კიდევ არ იცის ცეცხლის მიღება და რაც თავარია ცეცხლის შენახვა, უბრალოდ შენახვა და შემდგომ მიღება. მაგრამ ცეცხლის გამოყენება შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაადამიანების პირველყოფილი აი ამ ჩვენი წინაპრების, ესე ვთქვათ, გაადამიანების პროცესში, იმიტომ რომ მიღებულმა ცხელმა კერძმა, რა თქმა უნდა, გამოიწვია შიდა ორგანოების მოწესრიგება, რომელიც ტვინზეც იმუშავა, რა თქმა უნდა, დადებითად იმუშავა ადამიანის ვიზუალურ გარეგნულ მხარეზეც და უფრო დიდი, აი ზღვარი უფრო თანდათანობით დიდი ჩდება ადამიანის წინაპარსა და უკვე აი პალეოლითური ხანის ადამიანებს შორის. და შესაბამისად, სწორედ აი ამ პერიოდში არის მნიშვნელოვანი ცვლილებები ადამიანის ფიზიკურ აგებულებაში და სახეზე არის სწორედ ნეანდერტალერი ადამიანი. ეხლა რაც შეეხება როგორ ცხოვრობს საზოგადოება, კი, შემგროვებელია, მონადირეა და ძირითადი ფორმები სწორედ ეს არის, მაგრამ სტრუქტურა როგორია? აი საზოგადოებრივი ფორმა როგორია? ეს არის პირველყოფილი ჯოქი და სადაც ადგილი აქვს სწორედ შრომის სქესობრივ და ასაკობრივ დაყოფას. ანუ რას ნიშნავს ეს? ანუ პალეოლითელ ადამიანში არის საზოგადოებაში არის დიფერენციაცია ასეთი. ანუ გარკვეული საზოგადოების გარკვეული წრე, აი მაგალითად ქალბატონები და ბავშვები დაკავებული არიან რაღაც განსაკუთრებული სამუშაოებით, მაგალითად შემგროვებლობა, ხო? მოტანილი, თქვათ, ნანადირების დამზადება და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მამაკაცები, რომლებიც დაკავებული არიან ძირითადად ნადირობით.
აი უფრო ასაკოვნები, რომლებიც დაკავებული არიან, თქვათ, იარაღების დამზადებით და ასე შემდეგ. ანუ პრინციპი შრომის სქესობრივი და ასაკობრივი დანაწილებისა უკვე პალეოლითში აშკარაა. ეხლა საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად პალეოლითური სადგომები შეიძლება ითქვას რამდენიმე ასეულია აღმოჩენილი ამ პერიოდის და ძირითადად იყოფა 6 და იშლება უბრალოდ 6 ძირითად რეგიონში. ეს არის რიონ ყვირილას აუზი, იორ ალაზნის აუზი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, საქართველოს ზღვისპირა ზოლი და ჯავახეთის მთიანეთი. ჩვენ ფაქტობრივად ყველა რეგიონი ჩამოვთვალეთ, არა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონი და არ გვიხსენებია აქ აჭარის ტერიტორია. თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ წლების მანძილზე აჭარა ამ თვალსაზრისით, ანუ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დღევანდელი ის ტერიტორია, სადაც დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა განლაგებული, ეს ტერიტორია წლების მანძილზე რჩებოდა თეთრ ლაქად ამ თვალსაზრისით. და ეს საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა მეცნიერებში, რადგან გურიაში, მეზობელ გურიის ტერიტორიაზე ეს განსხვავებული კლიმატური პირობები ბუნებრივად ვერ იქნებოდა იმთავითვე მკვეთრად განსხვავებული პირობები, ხო, აჭარის ტერიტორიასა და გურიას ტერიტორიას შორის, ხო? გურიის ტერიტორიაზე ამ ძეგლები ნამდვილად არის აღმოჩენილი და არა 1 და არა 10 და აჭარის ტერიტორიაზე არა. მას ჰქონდა ორი ახსნა, მეცნიერები ხსნიდნენ ამას, ერთის მხრივ რომ ძიმე ესეთი კლიმატური პირობები, ანუ ატმოსფერული ნალექების სიჭარბე, რომელიც ახასიათებს ჩვენს რეგიონს, ეს ატმოსფერული ნალექები გამოიწვია წლების მანძილზე, გადარეცხვა სწორედ უძველესი კულტურული ფენებისა და შესაბამისად დღემდე ვერ მოაღწია აი ამ მასალამ. მეორე ასევე მნიშვნელოვანი ის, რომ ისევ კლიმატურ პირობებთან მიმართებით ჭარბმა აი ამ ატმოსფერულმა ნალექებმა იცით ჩვენთან შექმნა საკმაოდ სქელი მცენარეული საფარი და შეიძლება ეს მცენარეული საფარი სწორედ მიღბავდეს აი ამ უძველეს კულტურულ ფენებს. და მესამე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ აი აჭარის ტერიტორიაზე პალეოლითური ძეგლების კვლევასთან მიმართებით, ესეთ გეგმაზომიერ, მასშტაბურ, სტაციონარულ არქეოლოგიურ გათხრებს ჯერჯერობით ადგილი არ ქონია და შეიძლება ესეც იყოს მიზეზი სწორედ ამისა. მაგრამ ეს ხარვეზი მეტნაკლებად შეივსო, ეგრეთ წოდებული ყინული, ესე ვთქვათ, გალღვა, აი 2000 წელს სოფელ ასეთი უბრალოდ ადგილია, ასეთი ბულულა, რომელიც კურორტი ბეშუმიდან, ალბათ თქვენ ყველა მიცით, ბეშუმიდან ახლოს მდებარეობს. ეს არის ზღვის დონიდან 2200 მეტრი და აი აქ ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქვისხანის ცნობილი სპეციალისტი და მკვლევარი, პროფესორი გურამ გრიგოლია, აი გურამ გრიგოლიას ხელმძღვანელობით აი ამ ექსპედიციამ საველე დაზვერვების დროს აი ბულულას ზეგანზე მიაკვლია სწორედ უძველეს იარაღის ნაშთებს, რომლის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მისი თარიღი სადღაც 400.000-300.000 წლებია. აი ამან სწორედ შეავსო ეს ხარვეზი და შეიძლება რომ აი მე-6 რეგიონად, მე-7 რეგიონად უბრალოდ დღეს უკვე ჩვენ გამოვყოთ აჭარის ტერიტორია და განსაკუთრებით მისი მთიანი ზოლი. ეხლა მე ვთქვი რომ ეს არის ზღვის დონიდან 2000-2200 მეტრი. ეხლა ბუნებრივია რომ ეს არ იქნებოდა მუდმივი საცხოვრებელი, ხომ? ეს იყო როგორც ვფიქრობ, დროებითი სადგომი, ანუ აქ ბარიდან პიროყოფილი ადამიანი, ანუ პალეოლითელი ადამიანი ამოდიოდა დროებით, რომ ენადირა ბალახის მჭამელ ცხოველებზე, ხოლო მათი საცხოვრისი ბუნებრივია უფრო მთის წინაზოლში, უფრო ბარის ტერიტორიაზეა სავარაუდებელი. ამით შეიძლება ითქვას, მთავრდება პალეოლითის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, ქვედა პალეოლითი და უკვე იწყება მეორე პერიოდი, ეს არის ზედა პალეოლითი, რომელიც რა თქმა უნდა თავის მხრივ მთელი რიგი ნოვაციებით გამოირჩევა და უპირველესი ეს არის ის, რომ
ნეანდერტალერ ადამიანს ცვლის ეგრეთ წოდებული ნეოანთროპი, ანუ ჰომო საპიენსი, გონიერი ადამიანი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ასევე ცნობილია როგორც კრომანიონელი ადამიანის სახელწოდებით. ეხლა კრომანიონელი ადამიანი, სხვათა შორის ფაქტიურად თავისი როგორც ტიპი ფიზიკური აგებულების მიხედვით ძირითადად მსგავსია თანამედროვე ადამიანებისა. ეხლა რა ხდება მნიშვნელოვანი ზედაპალეოლითში? კვლავ, რა თქმა უნდა, ის კულტურული ფენები და ის ძეგლები, რომლებიც პალეოლითშია, აგრძელებენ არსებობას ქვედაპალეოლითში, ისინი აგრძელებენ არსებობას ზედაპალეოლითში და სხვათა შორის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეციფიკა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქვის ხანის პერიოდის ძეგლებისა, რადგან თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ იმთავითვე იმდენად სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას იყო ისინი და გეოგრაფიულად ხელსაყრელ ადგილას იყო განლაგებული, რომ 1000 წლეულების მანძილზე პირველ ყოფილ ადამიანს არ უფიქრია ამ ძეგლების მიტოვება, ვიმეორებ გამომდინარე მისი სტრატეგიული და გეოგრაფიული ხელსაყრელი მდებარეობის გამო. ამიტომ ერთი ძეგლი, მაგალითად ანასეული, თქვათ, იგივე წოფი, იგივე ბირცხი, იგივე დარკვეთი და სხვა, ერთი და იგივე ძეგლი თავის თავში შეიცავს სხვადასხვა ეპოქების, ერთმანეთსაგან საკმაოდ დაშორებული ეპოქების კულტურულ ფენებს. ეხლა ძირითადი რაც ზედაპალეოლითში ხდება, ეს არის იარაღების დახვეწა და იარაღების დაპატარავების ტენდენცია, მაგრამ ეს არის საწყისი მხოლოდ, კარგი საწყისი, რა თქმა უნდა, საზოგადოების განვითარების გზაზე. ასევე სიახლე იყო ის, რომ ჩვენ ვახსენეთ, რომ თქვით, რომ ძირითადი წარმართულეს არის ქვა, თუმცა ქვედა პალეოლითში ჩნდება მეთქი კაჟი და ოფსიდიანი. მაგრამ ზედა პალეოლითის სიახლე, ესე რა თქმა უნდა აგრძელებენ არსებობას, მაგრამ ზედა პალეოლითის სიახლე იყო ის, რომ აი ამ ყველაფერთან ერთად უკვე ხმარებაში შემოდის რქისგან და ძვლისგან დამზადებული შრომის იარაღები, რომელმაც რა თქმა უნდა თავის მხრივ შეუწყო ხელი მეურნეობის განვითარებას და საბოლოო ჯამში საზოგადოების განვითარებაზე აისახა ეს ყველაფერი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ თუმცა არა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ჩვენ შეიძლება ევროპული აღმოჩენების მიხედვით ვიფიქროთ, რომ პირველად შეინიშნება უკვე კვალი, აი ბინადარი ცხოვრებაზე გადასვლისა. ამის დამადასტურებელი არის ზედაპალეოლითურ სადგომებზე კერების აღმოჩენა, რომელიც მიმანიშნებელია, რაღაც ნიუანსია იმისა, რომ ადამიანი უკვე გარკვეულ პერიოდში ერთი და იგივე ადგილას ცხოვრობს. ზედაპალეოლითში ჰქონდა ასევე ადგილი ისეთ მნიშვნელოვან მომენტს, როგორიც იყო მაგალითად ხელოვნების წარმოქმნა და კერძოდ ორინიაკში. ეხლა პირველყოფილი ადამიანი შეეცადა, რომ ის ბუნებრივი პროცესები, შემდგომ დატირების სცენები თუ სხვა ეს ყველაფერი გადმოეტანა და აესახა სწორედ კედელზე მხატვრობის სახით. ზედაპალეოლითში გარდა იმისა, რომელიც მე ჩამოვთვალე, ვახსენე, ამის გარდა ასევე სახეზე არის მიკროლითების წარმოქმნის ტენდენციაც, ანუ იგივე აქცენტი კეთდება იგივე სწორედ იარაღების დაპატარავების ტენდენციაზე. აი ამ ერთი სიტყვით შეიძლება ჩვენ ძირითადი კონტურები მოვხაზეთ ამის, მაგრამ მე გახსენებთ, რომ დაახლოებით 3 მილიონი წლიდან მოკიდებული ვიდრე მე-12,000 წლეულებამდე ეპოქა მიმოვიხილეთ ჩვენ. აი ამ ეპოქაში სწორედ აი ამ სიახლეებს და ნოვაციებს ჩაეყარა საფუძველი. არა, თუმცა თუ ჩვენ გავაკეთეთ თქვა რეზიუმეს, ნახავთ რომ ადამიანი ძირითადად არის მიმთვისებელი და იგი მაგრამ თუმცა ტენდენციები სწორედ იგივე მიკროლითების იარაღების გაჩენა და სხვა, უკვე ტენდენციები შეინიშნება იმისა, რომ ნელ-ნელა ხდება უკვე წინსვლა, განვითარება, პროგრესი და გადასვლა რაღაც ნაბიჯები წარმოებრივი მეურნეობისაკენ, რომლის, ესე ვთქვათ, ჩამოყალიბება, უпростоრად
აი ამ ნიუანსების, აი ამ პრეცედენტების ჩამოყალიბების პერიოდად ითვლება სწორედ მეზოლითი, ანუ შუაქვის ხანა, შემდეგი პერიოდი სწორედ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. მეზოლითი ძველი წელთაღრიცხვის აი მე-12000 წლიდან, ზოგი ფიქრობს მე-110000 წლიდან იწყება და გრძელდება სადღაც მე-9000 წლებამდე. ეხლა რატომ გამოყოფენ მეცნიერები, ანუ მეზოლითი იგივე შუაქვის ხანა. სხვათა შორის დღესაც სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთგვაროვანი მოსაზრებაა აღნიშნულ პერიოდთან დაკავშირებით. ზოგიერთი მეცნიერი საერთოდ ფიქრობს, რომ მეზოლითი ეს არის ფინალური საფეხური პალეოლითისა. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს არის ნეოლითის ადრეული საფეხური და თქვენ შეხვდებით ბევრ უცხოურ ლიტერატურაში, რომ მეზოლითი ასე ცალკე პერიოდად გამოყოფილი არ არის. მაგრამ პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებულ აი ქვეყნებში ადრეც და დღესაც ფაქტიურად მეზოლითი ცალკე ეპოქათაა გამოყოფილი და აი ეს პირველად ცალკე ასე გამოყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში შვედმა მეცნიერმა ტორელმა. აი იმ სპეციფიკურობის გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა სწორედ აღნიშნულ პერიოდში, რომ მეზოლითს განიხილავენ როგორც ტექნიკური და ეკონომიკური ფაზა მიმთვისებლური მეურნეობიდან წარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლის დროს. და აი საქართველოს ჩვენ თქვა სხვა თავი რო დავანებოთ სხვა უცხოეთის თქვა მონაცემებს ჩვენ აი იგივე საქართველოს მაგალითზე ჩვენ გვაქვს შესანიშნავი აღმოჩენა მე მხედველობაში მაქვს ქვაჭარაში ესეთ ძეგლი ქვაჭარაში აღმოჩენილი ჯეირანის რქისაგან დამზადებული ნიჩბისებური იარაღი რაც ნიშნავს იმას რომ ესე იგი მეზოლითში ჩვენ პერიოდი ვიცით უკვე რომელი პერიოდიცა ქვაჭარელი ადამიანი უკვე შეეჭიდა მიწას. ანუ მიწათმოქმედების ნიშნები უკვე არის სახეზე. ხო? ეს ხომ კი ნეოლითური პერიოდია აღიარებული მიწათმოქმედების როგორც ჩამოყალიბების პერიოდად, მაგრამ აი ამას ეს ხომ ერთბაშად არ მომხდარა რა. ამან ხომ განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გაიარა. ის კი არა, ჩვენ ვთქვით რომ პალეოლითის ფინალურ საფეხურზეც კი მიკროლითების აღმოჩენა, რომელიც მიკროლითების გამოჩენა, იარაღების დახვეწა, იარაღების დაპატარავის ტენდენცია, სწორედ ესეც არის უკვე საფუძველი იმისა, რომ ადამიანი ნელ-ნელა უკვე გადავიდეს ინდივიდუალურ ნადირობაზე, რომელიც არის სწორედ საფუძველი არის მესაქონლეობის განვითარებისა, რომელსაც ჩვენ უფრო მოგვიანებით ვისაუბრებთ. ეხლა მეზოლითში ასევე დასტურდება რომ ადგილი აქვს სწორედ განვითარებას მესაქონლეობასთან მიმართებითაც. ეს თუნდაც გამოწვეულია იმით, რომ შემცირდა ნადირობის არეალი. კერძოდ სხვილფეხა ჯოგურა ამ ცხოველებზე ნადირობის არეალი. და უფრო გავრცელებული არის წვრილფეხა ნადირი, რომელზეც ნადირობა ინდივიდუალურადაც შეიძლება. მით უფრო მეზოლითელი ადამიანი უკვე ფლობს მიკროლითებს, ინდივიდუალურ იარაღებს და ამის შესაძლებლობა მას აქვს. ანუ ჩვენ თუ ეხლა ერთმანეთს დავაკავშირებთ, არა, ნადირობის, ანუ მიკროლითების გაჩენა, ანუ ესე ვთქვათ, კონკრეტული რაღაც დანიშნულებისათვის გაჩენილი იარაღები, ანუ დახვეწა იარაღების მიკროლითური იარაღები არის კავშირში ნადირობის ინდივიდუალურ სახესთან. ინდივიდუალური სახე ნადირობისა არის მისი პროდუქტია უფრო სწორად, ეს არის სწორედ მოშინაურება ცხოველების და ამის შედეგია სწორედ მესაქონლეობის განვითარება, რომელმაც განვითარებული სახე, ეს ჩამოყალიბებული სახე შემდგომ პერიოდში, კერძოდ ნეოლითში მიიღო. ეხლა მეზოლითის სხვა მხრივათაც არის საინტერესო, კერძოდ ეს არის ის პერიოდი, როცა აი საქართველოში წალკის რაიონი, თქვენ ალბათ გაგიგიათ, წალკის აი ამ რაიონიდან, ადმინისტრაციული ცენტრიდან, სადღაც
10 კილომეტრის მოშორებით აღმოჩენილი იქნა ეგრეთ წოდებული პეტროგლიფები, ანუ კლდეზე შესრულებული ნაკაწრით შესრულებული მხატვრობის ნიმუშები. როცა პირველად არის გამოსახული და ეს არის უძველესი ხელოვნების ნიმუში საქართველოს ისტორიაში, როცა გამოსახულია ირმის, ასევე აქლემის, ასევე ცხენის, ფრინველების და სხვათა გამოსახულებები. ეს რა თქმა უნდა მიუთითებს უკვე ადამიანის გონებრივ დაწინაურებაზე, ის რომ ადამიანი, რომელიც თუმცა ხელოვნებას ჩვენ თქვით, რომ ჯერ კიდევ ზედაპალეოლის ჩიმეთკი ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ აი აქ გადმოცემული ეს პეტროგლიფები და მათი სიტყვის შესწავლა აი აჩვენებს, რომ ჩვენ საკმაოდ დახვეწილ გემოვნებასთან გვაქვს უკვე ჩვენ საქმე. და გავითვალისწინოთ, რომ ეს არის, ესე იგი მეზოლითი, წელიწადაღრიცხვის მე-12-მე-9 წლები. აი ამით მეზოლითური პერიოდი თავდება და იწყება, შეიძლება ითქვას, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეპოქა, თავისი თვისობრივი ძვლებით, როგორიც არის ნეოლითი, ანუ ახალი ქვის ხანა. ქრონოლოგიურად ნეოლითი მეზოლითის გაგრძელება და მოიცავს პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის მე-6-1000 წლებს. აი რა ხდება ახლა აღნიშნულ პერიოდში? ჩვენ გაიხსენეთ, ჩვენ თქვით, რომ მეზოლითი ეს არის ტექნიკურ-ეკონომიკური ფაზა მეთქი მნიშვნელოვანი, როცა ხდება გადასვლა, ანუ ტენდენციები, გადასვლა, ჩნდება ტენდენციები მითვისებლურიდან წარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლისა. აი სწორედ ამას, ეს ძირითადი სწორედ ეს არის, რომ აი ამას საფუძველი ჩაეყარა სწორედ ნეოლითურ პერიოდში. მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, რომელიც დღეს არის ადამიანთა არსებობის საფუძველი, აი ამას საფუძველი ჩაეყარა სწორედ ნეოლითში. მიუხედავად იმ დიდი ტექნიკური წინსვლისა და პროგრესისა და განვითარებისა, რომელიც დღეს ჩვენ ხელთ არის, ხო? მიუხედავად ამისა, მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისაგან მიღებული პროდუქცია რჩება ადამიანის არსებობის საფუძვლად 21 საუკუნეში. ესე იგი ადამიანი დიახ გახდა მესაქონლე, ჩვენ ვამბობთ, ხო? ადამიანი გახდა მესაქონლე და ანუ შეძლო აი სწორედ ინდივიდუალური, ეს არის სწორედ ამის შედეგი. აი ინდივიდუალური ნადირობის შემდეგ, ინდივიდუალური იარაღების გამოგვენების შემდეგ, რამაც მას საშუალება მისცა ინდივიდუალურად ენადირა, აი ამით შემდგომ ის მას საშუალება მიეცა ასევე, რომ ეზრუნა აი ამ ცხოველების მოშინაურებაზე. და პირველი, როგორც ეს ისევ საქართველოს მაგალითს მოვიყვან მე და დარკვეთის ეხს მოვიყვან, დარკვეთის ეხში აღმოჩენილი ოსტოლოგიური მასალის მიხედვით ირკვევა, რომ პირველი რომელიც ადამიანს მოუშინაურებია, ეს ყოფილა სწორედ ძროხა. აი სწორედ უძველეს კულტურულ ფენებში, დარკვეთის უძველეს კულტურულ ფენებში აღმოჩენილი არის ძროხის ოსტეოლოგიური მასალა. ეხლა რაც შეეხება მიწათმოქმედებას, ესე ნეოლითელმა ადამიანმა შეძლო დაეწყო სწორედ მარცვლეულის მოშინაურება და მოყვანა, კულტივირება, ასე ვთქვათ, ალბათ უფრო სწორი გამოთქმა და აი ამ კულტივირების, აი ამ გზაზე, როგორც ფიქრობენ, ყველაზე ძველი, რომელიც ადამიანს მოუშინაურებია, ეს ყოფილა სწორედ მარცვლეულიდან ეს ყოფილა სწორედ ღომი. აი იგივე ცივი მღვიმე, ხორშას ნამოსახლარი, აი აქ ამ კულტურული ფენების უძველეს აი ამ ფენებში აღმოჩენილი ძეგლის კულტურული ფენების აი ამ უძველეს შრეებში აღმოჩენილი არის სწორედ ღომის ნაშთები, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ თუ მესაქონლეობაში ყველაზე ძველი ეს არის სწორედ რომელიც ადამიანმა ყველაზე ადრეული რომელიც ადამიანმა მოეშინაურა ეს არის ძროხა, აი
მარსეულიდან ეს ყოფილა სწორედ ღომი. და იგივე მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება სწორედ ქვის ინდუსტრიაში. ჩვენ არასოდეს გვიხსენებია, როცა ჩვენ ვიხილავდით მეზოლითს, ვიხილავდით წინამორბედ პალეოლითს, ჩვენ არასოდეს გვიხსენებია ის, რომ ქვის ადამიანმა იცის ქვის გაპრიალება, გახეხვა და გახვრეტა. ეს არის სწორედ ნეოლითის პროდუქტი და ეს იყო რევოლუცია, ასე ვთქვათ, ინდუსტრია ქვის წარმოებაში. ახლა წარმოვიდგინეთ თქვენ რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ნადირობის პროცესი, როცა ადამიანი ვერ ახერხებდა იმას, რომ თქვათ იგივე თქვათ სამეურნეო თუ საბრძოლო დანიშნულების ნივთებისათვის გაეკეთებია ყუა, ანუ გაეხვიტა და ეს ტარი მოერგო სწორედ აი ეს და ნიშა ესეთი გაეკეთებია, ხო? ბუნებრივია, რომ არაპრაქტიკული იყო ნადირობა, მოუხერხებელი იყო და სწორედ ტექნიკამ და პროგრესმა სწორედ გააუმჯობესა ადამიანის მდგომარეობა, იგი უფრო პრაქტიკული გახადა და აი ამან, რა თქმა უნდა, თავის მხრივ ხელი შეუწყო იარაღების გაუმჯობესება. და ეს არის სწორედ აი ამის შედეგია სწორედ ის, რომ თქვათ, როცა ადამიანს აქვს კარგი იარაღი, გაუშვებელ ყოფილ ადამიანს კარგი იარაღი, რა თქმა უნდა, მას მეტი შანსი მიეცა ნადირობისათვის, მეტი შანსი სხვა სამეურნეო სახის სამუშაოებისათვის და აი ამან დააკვირდით მეაქცეთ ყურადღება, ამან უკვე გაუჩინა შანსი, რომ ადამიანის რაღაც ჯგუფს, რომელსაც გაცილებით უკეთესი იარაღს ფლობს, მას უფრო მეტი შანსი აქვს, რომ უფრო მეტი დოვლათი დააგროვოს, განსხვავებით იმათგან, ვინც არ ფლობს ამ, თქვათ, იარაღის ტექნოლოგიას, ხო? ამიტომ ნახეთ, იკვეთება უკვე გზა ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ძალიან სუსტი წერტილი ეს, იკვეთება გზა უკვე და მიექანება ადამიანი სოციალური და ქონებრივი ესეთი, თქვათ, დიფერენციაციისაკენ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოების განვითარებისათვის, რომელიც ძალიან გვიან შემდგომ. ჯერ ადამიანს საკმაოდ ბევრი ათასწლეული დაჭირდა იმისა, რომ აი ეს მისულიყო იმ დონემდე, რომ საზოგადოება უკვე კლასობრივ საზოგადოების ფორმაში გადასულიყო. და ასევე ნეოლითის ძალიან დიდი, თქვათ, დამსახურება არის ის, რომ ჩვენ სახეზე გვაქვს უკვე კერამიკული ნაწარმი. ადამიანი გახდა მეთუნე, ანუ ადამიანმა შეძლო დაემზადებია ჭურჭელი. და თვითონ ნეოლითში სხვათაშორის გამოყოფენ ორ პერიოდს, ეს არის ერთი, ეს არის უკერამიკო ნეოლითი და მეორე ასევე კერამიკიანი ნეოლითი. ახლა რაც შეეხება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს აჭარის ტერიტორიას, ნეოლითური ხანის სადგომები აჭარის ტერიტორიაზე არაერთგანაა აღმოჩენილი, ეს არის ხუცუბანი, ქობულეთი, მახვილაური და თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ ძალიან საინტერესო ძეგლები, აი მაგალითად ხუცუბანში, აი ქობულეთში დასტურდება ნეოლითური ხანის ძეგლები, ნეოლითური ხანის ძეგლები, რომელიც შესწავლილი აქვს აი ამ პერიოდის უცნობი მკვლევარს, აწგასვენებულ სერგო გიტიძეს და გამორჩეულია ის, რომ აქ იკვეთება სწორედ სწორკუთხა ნაგებობების საძირკვლის ნაშთები და რასაც წყალგაყვანილობის სისტემები. მე ერთი სიახლე მინდა ასევე თქვენ მოგაწოდოთ, ეს არის უკანასკნელი წლების შედეგი კვლევისა, რომ ესეთი მეცნიერი ამ პერიოდის ცნობილი თენგიზ მიშველიანი, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულება აი კვლევის თანამედროვე ეტაპზე და ის ფიქრობს, რომ საქართველოში აღმოჩენილი ნეოლითი უფრო ადრეული პერიოდით უნდა დათარიღდეს, რომ ეს არის ეპიმეზოლითი, ხოლო ენეოლითი ეს არის ნეოლითი. თუმცა ეს ჯერ სამეცნიერო ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული არ არის და შეიძლება ითქვას შეხედულების დონეზე რჩება, რომელიც რა თქმა უნდა გარკვეულად გამყარებული არის არგუმენტებით. შემდეგი პერიოდი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ეს არის ენეოლითი, ანუ სპილენძ ქვის ხანა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-6 ათასწლეულიდან იწყება და გრძელდება მე-4 ათასწლეულის შუა ხანებამდე. ენეოლითი, ანუ ქვასთან ერთად შემოდის უკვე სპილენძი და გარკვეული პერიოდის შემდგომ, აი სადღაც
მე-5000 წლის მიწურულისათვის ალბათ საერთოდ ენაცვლება ქვას და დგება სწორედ სპილენძის, ანუ ბრინჯაოს ეპოქა. რა ხდება ენეოლითში? რა თქმა უნდა, ენეოლითმა დააჩქარა საზოგადოების განვითარება, კერძოდ სწორედ სპილენძმა დააჩქარა საზოგადოების განვითარება, სწრაფი ტემპით განვითარდა, იმიტომ რომ იარაღების სიჭარბე, ხელსაყრელი იარაღების დამზადება, ამან რა თქმა უნდა შეუწყო ხელი საზოგადოების განვითარებას, მაგრამ ერთი რა ნიუანსია. ესე იგი, იცით რა ხდება ის, რომ თუ ჩვენ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ მანამდე დასავლეთ საქართველოზე, გაიხსენეთ, რომ დასავლეთ საქართველო იყო პალეოლითის, მეზოლითის, ნეოლითის სადგომების სიჭარბით გამორჩეული, აღნიშნულ პერიოდში ხდება მოსახლეობის, ესე ვთქვათ, მიგრაცია აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით. რამ განაპირობა ეს? ერთი ეს არის, რომ კლიმატური პირობები, ტრანსრეგრესია შავი ზღვისა, რომელმაც კოლხეთის დაბლობის დაჭაობება გამოიწვია და ეს ქობულეთის ფიჭვნარის აღმოჩენების მიხედვით ჩანს, რომ მოსახლეობა ებრძვის აი ამ სტიქიას, აშენებს გორებს, ზეთაშენებს ხიმინჯებიან ნაგებობებს, მაგრამ იძულებული ხდება დიდი ნაწილი იძულებული ხდება მიატოვოს ეს საცხოვრებელი ნაგებობები და გადავიდეს უფრო უსაფრთხო ზონაში. მაგრამ მეორე მიზეზი არის ის, რომ სწორედ აღმოსავლეთ საქართველოს იყო ის რეგიონი, სადაც ადამიანმა, ჩვენმა წინაპარმა თვითნაბადის სახით მიაღწია სპილენძს, ანუ ბრინჯაოს. ბრინჯაოვანის ამ ეპოქის უკვე წამყვანი და ამიტომ ლოკალიზაცია მოსახლეობის უკვე ხდება სწორედ აი ამ საბადოების ირგვლივ, რადგან კიდევ ვიმეორებ, რომ მისი ცხოვრების ისე როგორც ფუისხანაში ქვა იყო არსებობისათვის მნიშვნელოვანი, ეხლა უკვე ხდება ბრინჯაო, ის ბრინჯაო, რომელიც უხვად მოიპოვება სწორედ აღმოსავლეთ საქართველოში. ეხლა როგორი სტილია ცხოვრების, რა შემოიტანა ენეოლითმა. ეს არის დასახლების ეგრეთ წოდებული გორა სამოსახლოები, დასახლების განსხვავებული სისტემა, სოფლები, რაც თავარია, სახეზე არის დასახლების სოციალური ორგანიზაციის ძირითადი ტიპი, სოფლის წარმოქმნის პროცესი. ამას სწორედ საფუძველი სოფლად, კომპაქტურად დასახლება საფუძველი ეყრება სწორედ ენეოლითში. და აი ამ ხრივ გამორჩეულია აი იგივე შულავერის სკოლა, გორა, იმირის სკოლა, გორა, დანგრეული გორა, სადაც გამოთვლილი დაახლოებით ეს გორა 1 ჰექტარამდე ეს სოფელი, ესე ვთქვათ, 1 ჰექტარს მოიცავს, დაახლოებით 60 სახლი იდგა, თითოეულ სახლში ცხოვრობდა დაახლოებით 5-დან 8-მდე პირი და გამოთვლილია, რომ მაგალითად შულავერის გორაზე მთლიანობაში ცხოვრობდა 600, დაახლოებით 500-600 პირი. ხოლო იმირის გორაზე სადღაც 300-400 პირი. ასევე პროგრესის მიმანიშნებელია ის, რომ თანდათანობით უკვე სახეზე არის გვარიდან ცალკეული მრავალოჯახიანი აი ამ სუბიექტების გამოყოფის ტენდენცია. იმიტომ რომ იგივე აი მაგალითად იმირის გორაზე დადასტურებული არის საცხოვრებელი ნაგებობების გადაკეთების, ანუ პროექტის გადაკეთების ნიმუშები. რაც მიმანიშნებელია ის, რომ თქვათ აი ამ გაზრდასთან ერთად უკვე საჭირო დარჩა სწორედ ნაგებობების გადაკეთება. ეხლა რა მომატება გაზრდა? ეხლა რას წარმოადგენს თვითონ საცხოვრებელი ნაგებობები? საცხოვრებელი ნაგებობები ეს იყო წრიული ფორმის გუმბათისებური ნაგებობები, რომლებიც დაახლოებით 2.5-დან 5 მეტრის დიამეტრში მერყეობდა და თლიანობაში წარმოადგენდა კომპლექსს. ეს იყო თვითონ საცხოვრებელი ნაგებობა, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები და სამეურნეო დანიშნულების ორმოები, სადაც ენეოლითელი ადამიანი ინახავდა სწორედ, როგორც ჩანს, ინახავდა პროდუქტს, თავისად ალბათ მესაქონლეობის შედეგად მიღებულ პროდუქციას, ეს იყო რძე, ეს იყო თქვათ ხორცი, თუ ასე შემდეგ. ენეოლითის ასევე მნიშვნელოვანი პროდუქტია ის, რომ ჩვენ სახეზე გვაქვს უკვე სპეციალური საკულტო ნაგებობები. აი მაგალითად იგივე იმირის გორაზე დადასტურებული არის სწორედ ტაძარსამლოცველოები. ანუ სპეციფიკა ნაგებობების მიანიშნებს იმას, რომ იგი
ეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ნაგებობები და იქ აღმოჩენილი აი ქალის ძვლისაგან დამზადებული ქალის კულტები, ანუ დედამთავრული გვარის და დედას ღვთაების წარმოჩენა, რა თქმა უნდა, აი ეს აღმოჩენები მიანიშნებს იმას, რომ იმირის გორაზე აღმოჩენილი ნაგებობა ეს არის სწორედ ტაძარ-სამლოცველო. ენეოლითში ასევე და ჩვენ ეხლა მივდივართ ალბათ უკვე ფინალისაკენ, ენეოლითში ასევე ადგილი ჰქონდა ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც უკავშირდება რთვას და ქსოვას. აი, იგივე არუხლო პირველში აღმოჩენილი ყუნწიანი ნემსები, რა თქმა უნდა, ამის პირდაპირი დადასტურებაა. ეხლა მოკლედ, იცით, ალბათ ეს რომ შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელი ლექცია, ალბათ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა, აი, ვინ შექმნა ეს კულტურა? და ჩვენ აი ამ მიმოვიხილეთ უზარმაზარი პერიოდი, არა, ჩვენ არ გვითქვამს, არაფერი გვისაუბრია კულტურის ეთნიკურ კუთვნილებაზე, თუ ეთნიკურად ვის ეკუთვნის აი ეს კულტურა. აი ამის თქმა კვლევის დღევანდელ ეტაპზე ძალიან რთულია, ბუნებრივია. რატომ? იმიტომ რომ უზარმაზარ ტერიტორიაზე ჯერ ერთი ის რომ მეზოლითური, განსაკუთრებით ნეოლითური და ენეოლითური კულტურები მთელი რიგი თავისებურებებით სიახლოვეს იჩენენ აქვე მეზობლად წინა აზიურ და მცირე აზიაში გავრცელებულ კულტურებთან. ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს არის უზარმაზარი ერთი არეალი კულტურისა და ძნელია გამოყოფა. ეს იმდენად მსგავსია ეს კულტურა, იმდენად ერთფეროვანია, რომ ძნელია იგი მიაკუთვნო სწორედ რომელიმე კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს. დღეს ჩვენ ეს არ შეგვიძლია, მაგრამ ვიმეორებ წინა აზიიდან მოკიდებული ვიდრე პალესტინამდე აბსოლუტურად ერთფეროვანი და ერთგვაროვანი კულტურა და არქეოლოგიური მასალა დასტურდება. ამიტომ ეთნიკური კულტურის შესახებ საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ლოკალურ თავისებურებებს რა თქმა უნდა ადგილი აქვს. იგივე კავკასიასთან მიმართებით და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით. აი მაგალითად დასავლეთ საქართველოს ქვის ხანისათვის დამახასიათებელია ძალიან მნიშვნელოვანი სპეციფიკა, რომ ენეოლითი კავშირშია მის წინამორბედ და გენეტიკურ სიახლოვეს ავლენს წინამორბედ ნეოლითურ კულტურასთან, ნეოლითური კულტურა კავშირშია მის წინამორბედ მეზოლითურ კულტურასთან, ხოლო მეზოლითური კულტურა კავშირშია მის წინამორბედ პალეოლითურ კულტურასთან. აი ეს იყო ძირითადი თემა დღევანდელი ლექციისა. მადლობთ ყურადღებისათვის, გისურვებთ წარმატებებს.